მოგესალმებით მეგობრებო, ასურეთის წყალთან დაკავშირებით ხდება უცნაური რაღაცა ასურეთში და ამ თემაზე ვისაუბრებ დღეს. შეგწხვებათ ჩემი გაწეწილობის. თქვენ შეგწხვებათ მე არ მცხენია. ეხლა რაც შეეხება ასურეთის წყალთან დაკავშირებით, უკვე მე-7 წელია, რაც ასურეთში ვცხოვრობ, გადმოვედი და ინტენსიური მაცხოვრებელი ვარ ამ სოფლის და ზაფხული არ გასულა, რომ ასურეთის ესე იგი ასურეთის წყალი არ გაეთიშოთ 10 დღით. ეს ხდება იმ დღეებში, ანუ ისეთ დღეებში, როდესაც არის ძალიან დიდი სიცხე. მიზეზი ადრე იყო მილების გაფუჭება, რეზერვარის არ ყოფნა, ანუ არ ყოფნიდა სოფელს რეზერვარი, წყლის რეზერვარი და ასე შემდეგ, თუმცა ეს 1 წელია, რაც გამოიყვანეს ახალი მილები და დღეს გუშინ დავრეკე, გუშინ წინ უნდა მოსულიყო წყალი, გუშინ დავრეკე, გუშინ უნდა მოსულიყო, დღეს უნდა მოსულიყო წყალი, გუშინ მითხრეს კიდე მეორე დარეკილზე, რომ რეზერვარი არ შევსებულა და დღეს უნდა მოვიდეს 10 საათზე და აგერ გავიდა უკვე 10 საათი, მაგრამ წყალი არ მოსულა. კიდევ დავრეკე, მეგობრებო, და პასუხი არის ასეთი. გაკეთებულია ის, რაც გაფუჭებული იყო, ახალ გაყვანილ მილებზე აქ საუბარი და რეზერვარი უბრალოდ არ შევსებულა, ძალიან დიდი მოხმარება არის წყლის და აქედან გამომდინარე წყალს ვერ გამოუშვებენ ჯერჯერობით, ივსება რეზერვარი. ეს არ არის, მეგობრებო, ჩვეულებრივი საკითხი. მე უნდა გითხრათ, განა მარტო წყალზე არის აქ საკითხი. აქ უფრო დიდ პრობლემასთან გვაქვს საკითხი, ვიდრე მხოლოდ წყალზე იყოს საკითხი და რა არის, ახლა ეს გეტყვით რა. ფსიქოლოგიური ტერორი მიმდინარეობს ადამიანებზე ყოველ ზაფხულს. პიროვნებებმა, ვინც დაინტერესებული ასურეთით, უკვე დიდი ხანია დაადგეს ასურეთს თვალი, არ ვიცი რომელმა წარმომადგენლებმა, მასონთა საზოგადოებამ, თუ უბრალოდ მდიდრებმა, თუ უბრალოდ ვინ, უნდათ აქაური ხალხის განერვიულება, რომ იციან მაგათმა, რომ ფსიქიკა ვერ უძლებს ასეთ ვითარებებს და აუცილებლად 10 წელში მაინც დატოვებს ამას, თუ ყოველწლიურად ასე მოხდება. ჩვენი მეხსიერება არ არის კარგი და ვერ ვაანალიზებთ იმას, თუ რატომ ვართ გაღიზიანებული, მაგრამ თუ კი ადამიანი ამ საკითხებში ერკვევა, ძალიან კარგად იცის მან როგორ მოქმედებენ ეს მასები, მასონები მასებზე. მასონი იმიტომ ხდება, რომ მასებზე მოქმედებს და როგორ მოქმედებს. პირველ რიგში იმით, რომ უქმნის დისკომფორტს, აი სწორედ ესეთ დისკომფორტს, რომ ყოველწლიურად, ესე 7 წელია გასული, რაც მე ამ სოფელში ვცხოვრობ ინტენსიურად და ყოველ წელს ზაფხულში 10 დღით ითიშება წყალი. არც მეტი, არც ნაკლები, 10 დღით. ზამთარშიც ითიშება, მონოტონურად ითიშება წყლები, მაგრამ აი ეს 10 დღიანი ზაფხულში წყლის გათიშვა არის ყველაზე უცნაური. რომ დავუკვირდინე რა ხდება ამ საკითხს და დავაფიქსირე, რომ იმის მერე რაც დაინტერესდა აქ ვიღაცა ასურეთი ძალიან მაღალ ენერგეტიკული ველი არის, მეგობრებო, არანაკლებ მცხეთაზე. საქართველოში ბევრი ძლიერი ენერგეტიკული ადგილებია, ადგილმდებარეობებია, მათ შორის არის უძლიერესები მცხეთა და ასურეთი. აქედან გამომდინარე, მცხეთა უკვე გადავსებულია ებრაელებით და იქ ალბათ ყველა უკვე შეივსო ებრაელთა წარმომადგენლობით და ახლა დაადგეს ასურეთს თვალი და ახლა უნდათ რომ ასურეთის მოსახლეობა გაყარონ. გინდა ფესტივალებით, გინდა იმ საკითხით, რომ ვითომ პოპულარიზაცია უკეთდება ასურეთს, მაგრამ აგერ ხედავთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რითიც ასურეთის მოსახლეობა შეგიძლია გაამწარო, არის წყალი. ელექტროენერგია ყველა წვიმაზე ითიშება. ყველა წვიმის მოსვლაზე ითიშება. ეს კიდე შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის იმასთან დაკავშირებული, რომ აი ვერ გაიგეს სად გაფუჭდა რა და რაღაცა ფუჭდება, როდესაც წყალი მოდის, როდესაც წვიმა მოდის. ნებისმიერი წვიმის დროს ელექტროენერგია ითიშება. ახალი გაყვანილია ასევე ელექტროობა, იმიტომ რომ მიწაში ჩაყარეს, როგორც ეს გზა გააკეთეს 5 წლის წინ, ისევე მიწაში ჩაყარეს ეს ელექტროდები და ახალი გაყვანილია, მაგრამ ამ ახალ გაყვანილობაზე საქართველოში, როგორც ჩანს, როგორც აი მიზეზი ისე იდებენ. და ეხლა შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, რომ ეს არის შეთქმულების თეორია, მაგრამ მე
დარწმუნებული ვარ ამაში, რომ ეს შეთქმულების თეორია კი არ არის, ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი ადამიანებზე, რომლებიც ჯერ კიდევ აქ მოსახლეები არიან. და რომლებსაც სურთ ამ სოფელში დარჩენა. იმიტომ რომ ყველაზე აქტიურად დასახლებული სოფელი დღეს საქართველოში თუ კიდე ამი არსებობს, არის ასურეთის სოფელი. და აქედან რა თქმა უნდა ეს ხალხი არაწყობთ იმ ხალხს, ვისაც აქ შესყიდვა უნდა, ამა თუ იმ ადგილების, ამა თუ იმ სახლების, ამა თუ იმ მიწების და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა უქმნიან დისკომფორტს ამ ხალხს, რომლებიც შემდეგ შეიძლება კი არა და 100%-ით ესია, ესე იგი გააჩნია რამხელა ნებისყოფა აქვს ადამიანის ფსიქიკას. 1 წელი, 2 წელი, 3 წელი, 4 წელი, მე-7 წელი გავიდა და მე-15 წელზე აუცილებლად დატოვებს თუ ერთი და იგივე სისტემატიური ვითარება იქნება ამ საკითხში 10 დღიანი წყლის გამორთვა. ასურეთლები, რა თქმა უნდა, ისევე როგორც სხვა საქართველოს მოსახლეები მძინარები არიან და ძინავთ. რა თქმა უნდა, ისინი რასაც ეტყვის მთავრობა და ზემოდან რასაც ეტყვიან, იმას იჯერებენ და სხვა გზა არ აქვს, რომ დაიჯერონ სხვანაირად. და თუ კი იჯერებენ, ისინი თავისთვის იტოვებენ და ხმამაღლა ვერ საუბრობენ ამაზე, იმიტომ რომ ყველა გაყიდულია. გაყიდული კი არ არის, იმიტომ რომ მას ბევრი ფული გადაუხადეს. არა, მეგობრებო, გაყიდულია ისე რომ მას რომ ელემენტარული შემოსავალი ქონდეს 700 ლარი თვიურად, ხომ? აი ამაზეც კი ზეწოლას უკეთებენ, რომ ბევრს ვილაპარაკობ, თორემ მოგხსნით სამსახურიდან. აი ესეც საკითხია, მეგობრებო. ისინი გაყიდულები კი არ არიან, რომ გამდიდრდნენ და ეხა რა ვიცი რა ცხოვრება აიწყეს. არა, აი ელემენტარულ მონურ სამსახურზეც კი გაყიდულები არიან. ადამიანი, რომელიც ამ საკითხს ეჩვევა იმის გამო, რომ მას არ იღებს 700 ლარის გამო, რომ საკვები თვიდან თვემდე კონდეს, ხო? აი აქედან გამომდინარე ადამიანი მაინც გაყიდულად ითვლება, თუ კი შენ ასეთ მდგომარეობაში გაგდებენ, თუ კი შენ ზეწოლას გიკეთებენ, აი ამა და ამ სხვადასხვა ელექტროენერგიით, წყლით და ასე შემდეგ, და შენ მაინც ჩუმად ხარ, იმიტომ რომ გეშინია თვიდან თვემდე საჭმელი მაინც არ შეგიწყდეს. ვითარება არის ძალიან რთული და მე კიდევ წყევლას გავუშვებ აქედან. ის ადამიანების, აი ასურეთის ხო ღირსები არიან, მაგრამ ასურეთში ვინც ჩვენნაირები ცხოვრობენ, აი იმისთვის, იმათი გამწარებისთვის, ისეთი ხალხის გამწარებისთვის, ვინც ამ ზეწოლას უკეთებს ასურეთლებს, ასეთი ხალხის ასე ჩვენს ოჯახს როგორც მაგალითს ავიღებ, აი ესეთი ხალხის გამწარებისთვის, მათ გაუმწარდეთ შვილები და შვილიშვილები და მათი შვილთა შვილები და დედას ფიცავარ ყველა ის ადამიანი, ვინც ჩართული ამაში და ხმას არ იღებს ელემენტარული ტელეფონზე რო დარეკავს და გატყუებს, რომ დღეს მოვა ხვალ მოვა ზეგ მოვა, ანუ დღეს მოვა ხვალ მოვა და დღეს დაურეკავ და ხვალ მოვა და ხვალ დაურეკავ და ხვალ მოვა და სულ ესე რო გადადებს, აი ის ადამიანები, ვინც ამას ხელს აწერს და ვინც ამას ხელს უწყობს, სულ არ მაინტერესებს ეხლა იმას სამსახური აქვს არ, ყველა გაყიდული ადამიანი, ვინც არის ამ საკითხში და ადამიანების ზეწოლაზე, ნერვებზე თამაშობს, ამოუწყდეთ მთელი ოჯახი რა. აი ესე ამოუწყდეთ დედ-მამიშვილია და ნაცესავებიანა ყველა. აი ესე დედას ბიჭავარ მაგარი რამეა წყევლა. ნებითა შენითა უფალო ისმინა ეს ჩემი წყევლა რა. ამინ ამენით იესო ქრისტე. წავედი ახლა და აბა თქვენი ძით. უკვე დავიღალე რა. ვკაიფობ ამ საკითხით, რომ კიდია, მაგრამ ქართველებს რა მოუვა, მაგრამ ვიწყევლები იმათვის, ვინც აი ამ ბანძ და ყრუ და ტლუ ხალხს ესე ექცევა და ყრუ და ტლუ და აყენებს და ჩვენნაირი ოჯახის გასამწარებლად აქტიურია. აი იმ ადამიანებს დედას ვიცავარ, ეხლა რაც დავიწყევლე, ზედმიწევნით მიეციოთ ნებითა შენითა უფალო. წავედი ახლა აბა თქვენი ძით. გადაეცით ეს ვიდეო გაუზიარეთ და აი როგორ არ მაინტერესებს იცი თუ გინდა მაწყევარი ადამიანის სახელი გავითქვა მე ამ სახელი ხო გამივარდე სახელი არ მაინტერესებს აი არ მაინტერესებს რა ამ დედამიწაზე მე ჩამოვედი იმისათვის რომ სხვამ კი არ გამამწაროს სამართალი დამყარდეს და ყველა ის ადამიანი ვინც სამართალს ხელს უშლის გამწარდება ცეცხლი გამოვა ჩემი პირიდან და დაიწვება მისი არსებობა და სული თლიანად გაქრება.
მე ამ დედამიწაზე არ ჩამოვსულა იმისთვის, რომ დავმუნჯდე, გავიყიდო და დავბელენჩვერდე, დავბრმავდე და დავყრუდე. მე ჩამოვედი იმისათვის, რომ ფხიზელიც ვიყო, მესმოდეს კიდევაც, ვხედავდე კიდევაც და ვიწყევლებოდე კიდევაც, როგორც ლეღვის ხე დაწყევლა ქრისტემ. უნაყოფო ადამიანები ყველა დაიწყევლება ჩემი პირიდან. ამინ, აი აწი დაიწყო 5 ივლისიდან დაიწყო, ხო? 5 ივლისიდან 2025 წლიდან დაიწყო ჩემი წყევლა. გაიხსნა ჩემი პირი. ხო და აი აწი ნახავთ, სულ ყველა დაიწყევლებით. არამც თუ ენოქის წიგში არის ეს მოხსენებული, რომ ეს ერთრქიანი ცხვარი იქნება ყველა მტაცებელი ცხოველისა და ფრინველების წინააღმდეგ და მათ დაამხობს. შემდეგ მამაზეც იერით ჩამოვა და აი ეტყვიან, აგე ეს ცხვარი ყვიროდა კიდევაც, იწყევლებოდა კიდევაც, აფუჭებდა კიდევაც და მამაზეც იერი ვერ მოუდებს ამ ერთრქიან ცხვარს, შარს, იმიტომ რომ ის სამართლიანად იწყევლებოდა, სამართლიანად ერჩოდა, სამართლიანად ყვიროდა და სამართლიანად იგინებოდა. ასე რომ იცოდეთ ეს თქვენ და წავედი ახლა მე. არ მიშვებს, აბა კითხვები ხომ არ გაქვთ? არ გაქვთ.